თავი მეათე. წმინდა წიგნები დღის სინათლეზე. არის ერთი მოხუცი კაცი. მოსულში ნამყოფი ზოგი ინგლისელი მას კარგად იცნობს. ოდესღაც რაბან ჰორმუზდის მონასტრის ბერი ყოფილა. აღმოსავლეთ სირიელია, ინგლისელის მანერებითა და სირიელის გულით. ახლა პრესბიტერიანული ეკლესიის ბერია. ერთი ამბავი გადახდა თავს, უდავოდ მოსაყოლი. უკეთესი იქნება თავად თუ დაწერს. ოდესღაც მოგზაური იყო. ბევრი უსიამოვნება შეხვდა თავისივე ხალხისაგან. ბევრი ცვლილების შემსრია ერზინჯანიდან მოსულამდე. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იგი ჭორების მთხზველია. თუ კი რა მახალი ამბავია სტამბოლიდან მოსული, სწორედ შამასი იქნება პირველი, ვინც მათ ცალ-ცალად ჩამოარიგებს და გაამრავლებს, რადგან განამისი ცოლის გარებიძაშვილი არაა, რომელიღაც ტელეგრაფის თანამშრომელი. რო მუფთი მოლას ცოლთან ერთად გაქცეულა, შამასიც იქვე იყო. ან ყოველივე თავისი ულაყისაგან შეუტყვია, რადგან ცოტათი ცხენის ხორცითაც ვაჭრობს. სწორედ ასევე ყიდის სპარსულ, არაბულ და სირიულ ხელნაწერებსა და უძველეს წიგნებს. ერთხელ მის ბიბლიოთეკას რომ ვათვალიერებდი, ერთი მაჩვენა, განსაკუთრებული ყურადღების ღირსი. ისე უსირცხოდ მატყუებდა, ისეთი სიძველისა და ფასეულობის რამედ მასაღებდა, მეტის მეტი იყო, თუნდ ძალიან ჰყვარებოდა ფული. ჩემ განსაიარაღებლად საიდანღაც წერილი გამოაძვლინა, როგორც პალიმფსესტების მოვაჭრის მისი უმციკლო პატიოსნების მოწმობა. წერილში კი მისი მამაძაღლობისა მეტი ეწერა, ვიდრე თავად მოხუცს სურდა აღიარება. ამის მიუხედავად ეს კაცი ინგლისურად წერს, კითხულობს და არც თუ ურიგოდ. საოცარია რა უცნაურად არის დამახინჯებული აქაურების წარმოდგენა პატიოსნებაზე, ან უფრო გონიერების დაბლაგვებას უნდა მივაწეროთ ეს ამბავი. იერემია შამირის ეს კლასიკური აღწერა ოსვალდ პერიმ დაწერა 12 წლის თავზე მას შემდეგ, რაც დიაკვანმა სიღატაკეს თავი დააღწია და ბერლინის, პრუსიის სამეფო ბიბლიოთეკის მომმარაგებელი გახდა. პროფესორ ზახაუს 1880 წლის მოგზაურობა სირიასა და ერაყში კაიზერმა თავისი სახსრებით დააფინანსა. ეს იყო პირველი ნაბიჯი გრძელვადიანი გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავდა ბერლინის აღმოსავლური კოლექციები მნიშვნელოვნებით ინგლისისა და საფრანგეთის კოლექციებს გასთანაბრებოდა. მოსულში ყოფნისას ზახაუ იერემიას დახმარებით იძენდა წიგნებსა და ხელნაწერებს, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ დიაკვანს აღმოსავლური ლიტერატურისა არაფერი გაეგებოდა და ძველ სირიულ ტექსტებსაც ალალბედად კითხულობდა. თუმცა მან იცოდა სად ეპოვა წიგნები და ხელნაწერები და ზახაუმ იგი რამდენიმე წლით დაასაქმა ბერლინის ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესარჩევად და შესასყიდად. იერემიას მიერ 1883 წელს მიწოდებულ შენაძენებს შორის იყო იეზიდების პეტიციის არაბული ტექსტი, რომელიც ოსმალეთის მთავრობას 1872 წელს გაუგზავნეს. ვოლის ბაჯი, ბრიტანეთის მუზეუმის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც სიძველეების ამოცნობის უნარით იყო ცნობილი, პირველად 1889 წლის იანვარ-თებერვალში იმყოფებოდა მოსულში. იქ შეხვდა იერემია შამირსაც, რომელიც ასე აღწერა. ტანდაბალი, აქტიური მოხუცი, ღრმად ჩამჯდარი მუქი თვალებით დანაოჭებულ სახეზე. ძალზე გამჭრიახი, გონიერი კაცი. მის ეშმაკობაზე რომ არაფერი ვთქვათ. სხვადასხვა ხერხით ჰქონდა შეტყობილი ქვეყნიერების ჭორმართალი. როცა შეიტყო, რომ იერემია უკმაყოფილო იყო მისდამი გერმანელების დამოკიდებულებით, ბაჯმა დაარწმუნა მისთვის ემსახურა და იერემიას მეშვეობით არაერთი წიგნი და ხელნაწერი შეიძინა, მათ შორის იეზიდების შესახებ, არაბულ ენაზე დაწერილი, მრავალგზის დაკეცილი ხელნაწერი, რომელიც შეიცავს ამ საინტერესო ხალხის ყველაზე სრულ ისტორიას, რაც კი მე შემხვედრია. მასთან საუბრითა და მიმოწერით ბაჯმა დაასკვნა, რომ დიაკვანი თავისუფლად მოაზროვნე კაცი იყო. შენიშნა ისიც, რომ იერემიამ ბევრად მეტი იცოდა იეზიდებისა და მათი რწმენის შესახებ და იეჭვა, რომ შესაძლოა იეზიდებისადმი რელიგიური სიმპათიებიც ჰქონოდა. იეზიდებთან დაკავშირებით ხელნაწერი იყო ერთადერთი რამ, რის მიმართაც მას პირადი ინტერესი შევამჩნია. სინამდვილეში ამ ხელნაწერის 236 ფურცლიდან მხოლოდ 16 ეხებოდა იეზიდებს. დოკუმენტი ლიდსის უნივერსიტეტმა შეიძინა 1960-იან წლებში. დანარჩენი ნესტორიანული და მუსლიმური ნაწერების ასლები იყო. მათ შორის ამონარიდები აჰმედ იბნ აბდალა ელ-ბაღდადის უნივერსალური ისტორიიდან. ეს ავტორი 1690 წელს გარდაიცვალა და ძველი არაბული ზღაპარი 10 ვეზირის შესახებ.
ბაჯის ხელნაწერის პირველი მნიშვნელოვანი ნაწილი არაბულადაა დაწერილი და ასეა დასათაურებული. იეზიდების ისტორია მოსულსა და მის შემოგარენში. იგი მოიცავს 9 ფოლიოს, 5 აღწერს იეზიდთა რწმენას, წესჩვეულებებსა და საზოგადოებრივ მოწყობას, ასევე 1872 წლის პეტიციის ტექსტს. დანარჩენი 4 2 იეზიდური წმინდა წიგნის, ჯელვას და მესჰაბ რეშის ტექსტებს. 7 ხვეულის მეორე ნაწილი ხელნაწერის ბოლოს, სათაურით ამონარიდები იეზიდების ისტორიიდან, იძლევა დამატებით ინფორმაციას მათი ადათებისა და ტრადიციების შესახებ. სირიულ ენაზე დაწერილი ხელნაწერის კოლოფონში ნათქვამია, რომ იგი მოსულში გადაუწერია გაბრიელ იერემია შამირის ვაჟს, თავისი მეგობრის, საუკეთესო მოძღვრისა და ჭეშმარიტი მორწმუნისათვის, არაერთიანიდან თარჯიმნისა და სხვადასხვაგვარი მოწოდებების მქონე საოცარი კაცის, ლონდონელი ინგლისელის ვოლის ბაჯისათვის 1889 წელს, ჰიჯრით 1305 წელს. 1872 წლის პეტიციის ტექსტის ბოლოს იგი წერს, რომ იეზიდებს მიენიჭათ უფლება გათავისუფლდნენ სამხედრო სამსახურის ვალდებულებისაგან გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, რაც დღემდე ასევე ხდება. თარიღი იგივეა 1889 წელი, ჰიჯრით 1305 წელი. 1891 წლის მარტში ამერიკულ გამოცემაში მისიათა ენციკლოპედია გამოქვეყნდა სტატია იეზიდები. მისი ავტორი მარდინში მომსახური ამერიკელი მისიონერი ელფიას ენდრიუსი იყო. სტატიაში შედიოდა ჯელვასა და მესჰაბ რეშის მონაკვეთების სიტყვასიტყვითი თარგმანები. თუმცა ენდრიუსმა შეცდომით ყველა მათგანი, როგორც თავად წერს, ელ ჯილვეს მიაწერა. ენდრიუსი თავის წყაროს არ ამხელს, მაგრამ იგი კარგად იცნობდა იერემია შამირს, რომელმაც მას 1892 წლის ოქტომბერში მისწერა წერილი, სადაც ამ წმინდა წიგნების დაწერის სავარაუდო თარიღებს ატყობინებს. 1891 წლის სექტემბერში პარიზის ნაციონალურმა ბიბლიოთეკამ 150 ფრანკად შეიძინა 121 ფურცლიანი ხელნაწერი, რომელიც გადაწერა ტერაბდინიელმა იაკობიტმა, აბდულ-აზიზმა. იგი იეზიდთა სოფელ ბაშიყაში ცხოვრობდა. მისი პირველი ნახევარი შეიცავს იაკობიტებთან დაკავშირებულ ისტორიულ თხრობას. დანარჩენი ნესტორიანული დოკუმენტები ელ-ბაღდადის ისტორიისა და იეზიდებთან დაკავშირებული მასალების ამონარიდები პრაქტიკულად ბაჯის ხელნაწერის შესაბამისი ნაწილების იდენტურია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არაბული ტექსტი დაწერილია ქარშუნის დამწერლობით, რომელსაც სირიელები იყენებდნენ არაბულ ენაზე წერისას. BN 306 ხელნაწერის ბოლო ნაწილი სირიულ ენაზე დაწერილი ამონარიდები იეზიდების ისტორიიდან თითქმის იმეორებს ბაჯის ხელნაწერს. BN 306 ხელნაწერში არ არის მითითებული, ვისთვის გადაწერა აბდულ-აზიზმა ესასლი. არაბულ ენაზე დაწერილი კოლოფონის მიხედვით კი, მან ხელნაწერი 1889 წელს დაასრულა. ახლანდელ დროდ, პეტიციის ბოლოს, მითითებულია 1872 წელი, ჰიჯრით 1305, ამონარიდი კი დათარიღებულია 1889 წლით. ერთი ექსპერტი სირიული ხელნაწერების კვლევისას წერდა, თითქოს ყველა მიცოდა, რომ აბდულ-აზიზი და იერემია შამირი ერთმანეთსაც უწევდნენ სამსახურს და ერთი მეორის თხოვნით აკეთებდნენ ასლებს. როდესაც ოსვალდ პერი მოსულიდან 1892 წლის ნოემბერში გაემგზავრა, მარდინში თან წაიღო მცირე ზომის წიგნი, რომელიც 6 ნაწილისაგან შედგებოდა. პირველი 2 დაწერილი იყო სირიულად, ხოლო დანარჩენი ქარშუნიზე. პირველი ნაწერი ზემოთ ნახსენები 10 ვეზირის ისტორიაა, მეორე ამონარიდი იეზიდების ისტორიიდან. ტექსტში მითითებულია, რომ იგი აბდულ-აზიზმა გადაწერა 1889 წელს. მესამე ნაწარმოები ავადმყოფი კატის ზღაპარია, რომელიც ქველმოქმედმა თაგვმა შეიფარა. დრო რომ გავიდა, კატამ ძალები აღიდგინა და მასპინძლის შეჭმა სცადა, მაგრამ თაგვი სულ გადაავიწყდა, რადგან მონადირის ძაღლი დაედევნა. ხელნაწერის ბოლო 3 პუნქტი მოიცავს იეზიდების ისტორიას 1872 წლის პეტიციის ჩათვლით და ჯელვასა და მესჰაბ რეშის ტექსტებს, რომლებიც არსებითად ბაჯისა და BN 306 ხელნაწერების შესაბამისი ნაწილების იდენტურია. პერის წიგნში 6 თვე სირიულ მონასტერში, რომელიც 1895 წელს გამოიცა,
დანართად შეიტანეს იეზიდური ტექსტების ინგლისური თარგმანი, შესრულებული კემბრიჯელი აღმოსავლეთმცოდნის ბრაუნის მიერ. ჯელვასა და მესა ფრეშის მისეული თარგმანები ჩვენს წიგნსაც ერთვის. 1894 წლის თებერვალში პერის ხელნაწერი ბიბლიოთეკამ მაშინდელი კურსით 30 ფრანკად შეიძინა. ამჯერად მას BN-SIR MS-324 ეწოდა. ბრაუნის თარგმანი თანმიმდევრობით მისდევს ადრინდელ BN-306 ხელნაწერს. ესე იგი, იწყება ისტორიით, გრძელდება წმინდა წიგნებით და მთავრდება ამონაწერით. არც ბრაუნთან და არც პერისთან არ გვხვდება 10 ვეზირისა და კატა თაგვის ზღაპრები. პერი დანართის დასაწყისშივე აცხადებს, რომ ხელნაწერი ქალაქ მოსულის მკვიდრმა გადაწერა, რომელიც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იყენებდა იეზიდებთან დაკავშირებული ცნობების მოსაპოვებლად და რომ მისი ძირითადი წყაროები მესა ფრეში, ჯელვა, მოსულის ბოლო 100 წლის ისტორია და იმ მოხუცი სირიელი იაკობიტი მღვდლის ნაამბობი იყო, რომელიც იეზიდებთან ერთად 30 წელიწადს ცხოვრობდა. პერი სინანულს გამოთქვამდა, რომ წერალს არ დაუკონკრეტებია თუ საიდან მიიღო მის ხელთ არსებული ინფორმაციის თითოეული ნაწილი. თუ როგორ მოიპოვა იერემია შამირმა იეზიდთა წმინდა წიგნების სასლები, არასოდეს უამბნია ვინმესთვის დამაკმაყოფილებლად. 1884 წელს მას ჯელვას ასლი კარცოვისათვის უჩვენებია და უთქვამს, რომ ერთხელ იგი პერსი ბეჯერს ახლდა იეზიდებთან სტუმრობისას. იქ ყოფნისას დრო იხელთეს, როდესაც შეიხი ნასრი ნასვამი იყო და ჯელვას ჩვენებას თხოვეს. შემდეგ შეიხს ჩასძინებია და იერემიამ რამდენიმე გვერდის გადაწერა მოახერხა. ამ ამბავს ბეჯერის ნაწერები არ ადასტურებს, თუმცა საინტერესო მსგავსება იკვეთება თავად ბეჯერის ნაამბობთან იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვა შეიხ ადის საგალობელი. რაც შეეხება მესა ფრეშს, იერემიას ვაჟი ნასირი კარცოვს და ბროვსკის ლალიშის ექსპედიციაში თან ახლდა. 1886 წელს გამოქვეყნებულ ორ სტატიაში ბროვსკი ირწმუნება, თითქოს ლალიშის ტაძარში ენახოს იეზიდთა წმინდა წიგნის 7 ბეჭდით. წიგნს თავფურცელზე ჰასან ელ-ბასრი ეწერა. ის კი არა, თითქოს წიგნიც მოუპოვებია. ერთხანს მას ქონია და გადაწერაც მოუხერხებია. მისი სტატიები არ შეიცავს მესა ფრეშიდან უშუალო ციტატებს, მაგრამ მათში ზუსტადაა გადმოცემული მისი ნაწილები. ბროვსკი არ წერს, დაეხმარა თუ არა ვინმე ასლის გადაწერაში. პერის მიერ ნახსენები მოხუცი სირიელი მღვდელი სინამდვილეში იყო ისჰაკ ბართელელი, სირიელი კათოლიკე მღვდელი. იგი ძალიან დიდხანს ცხოვრობდა მეზობელ სოფელ ბაშიყაში, სადაც მშვიდობიანად თანაარსებობდნენ იეზიდები, იაკობიტები და სირიელი კათოლიკეები. 1874 წელს ისჰაკ ბართელელმა დაასრულა გრძელი ხელნაწერი იეზიდების შესახებ. ამ დოკუმენტის პირველი ნაწილი შეიხ ადის წარმოშობას და ლალიშში მის გადასვლას შეეხება. ასევე შეიცავს ამბავს, თითქოს შეიხი აბდელ ყადირ ელ-გილანი ბაღდადიდან გამოემგზავრა შეიხ ადის წასაყვანად, მაგრამ გზაში ხილვა ჰქონდა, რომელმაც დაარწმუნა, რომ შინ უნდა დაბრუნებულიყო. მეორე ნაწილში აღწერილია ჯებელ სინჯარის მთაში ნესტორიანული თემის მოქცევა იეზიდურ სარწმუნოებაზე. მესამე და ყველაზე გრძელი ნაწილი იეზიდური ტრადიციების, წესჩვეულებებისა და დღესასწაულების აღწერაა და კითხვა-პასუხების ფორმითაა შედგენილი. ეს მასალა ერთიანი თხრობის ფორმით მცირედ შემოკლებული, იდენტურია ბაჯის წიგნში მოცემული იეზიდების ისტორიის ამონარიდებისა და BN-306 და 324 ხელნაწერების ტექსტებისა. ისჰაკის ხელნაწერი მრავალი წლის განმავლობაში ინახებოდა ალყოშის რაბან ჰორმუზდის მონასტრის ბიბლიოთეკაში, სადაც კარცოვმა და ბროვსკიმ იგი 1884 წელს ნახეს. რამდენიმე კვირით ადრე იერემია შამირმა კარცოვს არაბული ვერსია აჩვენა და რუსულად თარგმანშიც დაეხმარა. 1899 წელს ისჰაკის ხელნაწერის მესამე ნაწილი ხელახლა გადაიწერა აღმოსავლურ სირიულ ენაზე, რომში ქალდეველთა პატრიარქის წარმომადგენლის სამუელ ჯამილისათვის, რომელმაც იგი იტალიურად ათარგმნინა და გამოაქვეყნა დამაბნეველი სახელწოდებით სინჯარის მთა, უცნობი ხალხის ისტორია. ძნელი სათქმელია, რომელ ნაწერებს ეყრდნობოდა ისჰაკი იეზიდური რელიგიის აღწერისას. ბროვსკი ირწმუნება, თითქოს არსებობდა წმინდა წიგნის მეორე ნაწილი, რომელშიც მოცემული იყო ამ რელიგიის დოქტრინები, დებულებები და სარიტუალო წესები, ზოგჯერ დიალოგის ფორმით.
მან დაასკვნა, რომ ეს ნაწილი პირველზე, მესჰა ფრეშზე გვიანდელი იყო. თანდათან იღებდა საბოლოო სახეს, რადგან რამდენიმე ხელნაწერით იყო შესრულებული. ბროსკი იმასაც აღნიშნავდა, რომ მეორე ნაწილში ალაგ-ალაგ ქალდეური სიტყვებია გამოყენებული და ასე თუ არა უძგამოთქვამდა. შესაძლებელია მის რედაქტირებაში რომელიმე ქრისტიანი მღვდელი ან ბერი მონაწილეობდა. შესაძლოა რწმენისაგან გამდგარი. ბროსკის სტატიებში აღწერილია იეზიდური წესჩვეულებებისა და რიტუალების უმეტესობა, ისეთები, რომლებიც ისაქის შრომებშიც გვხვდება. მაგრამ მასში ნახსენებია ერთი ტრადიცია, რომლის თანახმად მელექტაუსმა ურჩია ნაბუქოდონოსორს გაენადგურებინა იერუსალიმი, ჯვარზე გაკვრისაგან იხსნა იესო ქრისტე, ხოლო ხალიფა იეზიდს შთააგონა ისლამს წინააღმდგომოდა. ამათგან არც ერთი არ ჩანს ისჰაქის ხელნაწერში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბროსკი მეორე წყაროსაც იყენებდა. მის მიერ ნახსენები 30 ფურცლიანი ხელნაწერი, რომელიც შეიხმა ადიმ დაწერა დამასკოდან ლალიშისაკენ მიმავალ გზაზე, შეიძლება ეს შათანაუფის წიგნის მსგავსი ნაწილი იყოს, ან ჰენრი ფილდის მიერ 1934 წელს აღმოჩენილი ბელეთ სინჯარული ტექსტები. ისაქის გარდაცვალების თარიღი უცნობია. იმერაყელ ავტორებს შორის, რომლებიც იეზიდთა შესახებ წერდნენ, იგი პირველი კათოლიკე იყო. იერემია შამირის შესაძლო წყაროდ შეიძლება ვივარაუდოთ კიდევ ერთი სირიელი კათოლიკე, რომელსაც პერი არ ახსენებს. დაუდ ეს-საიღი, მოსულის წარჩინებული მოქალაქე, კულტურული ადამიანი, დასავლური სააზროვნო სივრცის მიმართ სიმპათიით განწყობილი და სიუფის ახლობელი. ასე აღწერს მას ერთი მეგობარი. იგივე ავტორი დასძენს თითქოს იცოდა, რომ დაუდ ეს-საიღი ახლოს იცნობდა იეზიდებს. განსაკუთრებით კი მოლა ჰაიდერის ოჯახთან მეგობრობდა. 1967 წელს ბრიტანელმა აღმოსავლეთ მცოდნე ედმონდსმა, რომელიც მრავალი წელი ცხოვრობდა ერახში, განაცხადა არაბულ ენაზე დაწერილი იეზიდური ხელნაწერი მაქვსო. ხელნაწერი იწყებოდა მოკლედ მოთხრობილი ამბით, რომელიც სავარაუდოდ ბაშიყაში მოხდა 1887 წელს, როდესაც მოლა ჰაიდერს მოსულიდან რუსეთის კონსული ეწვია. სტუმარმა კი იგი დაათრო და დაარწმუნა, თავისი რელიგიის საიდუმლოებები გაემხილა და ორი წმინდა წიგნი აჩვენებინა. ძირითადი ნაწილი ხელნაწერისა მოლა ჰაიდერის ნაამბობია, რომელიც იეზიდთა რელიგიურ იერარქიასა და რწმენას აღწერს. ამას კი მოსდევს ჯელვას და მესჰა ფრეშის ტექსტები. დანართი დაუდ ეს-საიღის შედგენილია და მასში იეზიდთა ტრადიციებია აღწერილი. სტამბოლის უნივერსიტეტის წინათავში მოხსენიებული ხელნაწერი 1953 წლამდე არ გამოქვეყნებულა. იგი იწყება იეზიდთა ისტორიის ამონარიდების 1906 წელს შესრულებული არაბული თარგმანით, რომელიც კვლავ ქრისტეს შობიდან 1889 ჰიჯრით 1305 წლით თარიღდება. ამას მოსდევს მოსულისა და მისი შემოგარენის იეზიდების ისტორია. შემდეგ 1872 წლის პეტიცია და ჯელვასა და მესჰა ფრეშის სრული ტექსტები, კვლავ პრაქტიკულად იდენტური ბაჯის ხელნაწერისა. არსადაა ნახსენები შემდგენელის, თარგმნელისა და გადამწერის სახელები. ხელნაწერის წარმომადგენლობაზე მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი იილდიზის სასახლის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. დანარჩენი უცნობია. ეს ურთიერთგამომრიცხავი, ზოგჯერ დაუჯერებელი ამბები, ცხადყოფს, რომ წმინდა წიგნების ტექსტის ასლები იეზიდებისაგან მოტყუებითა და ეშმაკობითაა მიღებული და რომ ამაში როგორღაც იერემია შამირიც მონაწილეობდა. ისჰაქ ბართელელის ხელნაწერი, როგორც ჩანს, რელიგიური აღზრდის იმ სახელმძღვანელოს ეფუძნება, რომელსაც მოლა ჰაიდერი იყენებდა ყავალების სწავლებისას. გაუგებარია, ვინ და როგორ გადააკეთა ისჰაკის კატეხიზმო ერთიან ტექსტად, რაც შემდეგ იეზიდთა ისტორიის ამონარიდებად იქცა. არანაკლებ ბუნდოვანია მოსულისა და მისი შემოგარენის იეზიდების ისტორიის ავტორის ვინაობაც. სირიის კათოლიკური ეკლესია, რომელსაც დაუდ ეს-საიღი და ისჰაკი მიეკუთვნებოდნენ, გადამწერი აბდულაზიზი იაკობიტი იყო. ჩრდილოეთ ერახში მოქმედი ორი უნიატური ეკლესიიდან მცირე იყო. ორივე ეკლესია რომთან იყო დაკავშირებული. მე-19 საუკუნის მიწურულს ამ ეკლესიის მეთაური, ანტიოქიის პატრიარქი, მარდინში ცხოვრობდა. აქვე მდებარეობდა იაკობიტთა საპატრიარქო და ამერიკული საბჭოს მისია. ორი უნიატური ეკლესიიდან უფრო დიდი, ქალდეური, ძველი ნესტორიანული ეკლესიის მემკვიდრე, ტიგროსის ხეობის გასწვრივ შესანიშნავად ვითარდებოდა.
ტრადიციებითა და გეოგრაფიით გამოყოფილი ჰაქარიის მთებისა და ურმიის ტბის მიდამოების ასირიელების წყალობით, რომლებიც თავიანთ მემკვიდრეობით პატრიარქს მარშიმუნს ექვემდებარებოდნენ. ქალდეური ეკლესიის წინამძღვარი, პაპის თანხმობით არჩეული პრელატი, ბაბილონის პატრიარქად იწოდებოდა და მოსულში ცხოვრობდა. ამ ეკლესიებს ხელმძღვანელობდა დომინიკელ ბერთა მოსულში მდებარე მისია, რომელიც 1859 წლიდან ფრანგი მისიონერებით იყო დაკომპლექტებული. 1890 წელს მისიაში უკვე 18 მღვდელი და 12 მონაზონი მსახურობდნენ. ისინივე მართავდნენ კოლეჯსა და 20 სკოლას მოსულსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯეზირა იბნ ომარსა და სიირთში. 4 მისიონერმა 3 ადგილობრივ მღვდელთან და 3 საერო მასწავლებელთან ერთად მოსულში საფუძველი ჩაუყარა წმინდა იოანეს სახელობის სირიულ-ქალდეურ სემინარიას. ოფიციალურად იგი 1878 წელს დაარსდა და 2 უნიატური ეკლესიისათვის ამზადებდა მღვდლებს. ბაღდადში კათოლიკური ეკლესია თითქმის 300 წელიწადს არსებობდა. 1628 წელს კაპუცინების დაარსებული თავდაპირველი მისია 1721 წელს გადაეცა ფეხშიშველი კარმელიტების ორდენს, რომელიც 1623 წლიდან ასრულებდა მისიას ბასრაში. მრავალი წლის განმავლობაში ბაღდადის მისიის ხელმძღვანელი განაგებდა ბაბილონის ლათინურ საეპისკოპოსოს. 1638 წელს ერთი ფრანგი ქალბატონისაგან შემოწირული 6000 ესპანური დუბლონით. უხშენაწირს ერთი დათქმა ახლდა. მისიის ხელმძღვანელი ყოველთვის ფრანგი უნდა ყოფილიყო. ზოგჯერ კარმელიტების წინამძღვარი თან საფრანგეთის კონსულადაც მსახურობდა ბაღდადში. მე-19 საუკუნის მეორე-მეოთხეში ეს 3 ფუნქცია დაცალკევდა. საფრანგეთის კონსულებს უკვე დიპლომატიური კორპუსიდან ნიშნავდნენ. ბაბილონის ეპისკოპოსი, შემდგომ არქიეპისკოპოსი, პაპის სამოციქულო წარგზავნილი გახდა მესოპოტამიაში, ქურთისტანსა და მცირე სომხეთში. კარმელიტები მისიონერულ საქმიანობაზე იყვნენ გადართულნი. საუკუნის მიწურულს 6 მღვდელი, 12 მონაზონის დახმარებით, ბაღდადში კოლეჯსა და 2 სკოლას მართავდა. კარმელიტების მისიაში მიიღეს ერთი არაბი, რომელსაც უჩვეულო ცხოვრება გამოეულა. პიერ პოლ მარინი. 1866 წელს დაიბადა ბაღდადში, სადაც მამამისი მშობლიური ლიბანიდან თარჯიმნად იყო ჩამოსული. ვაჟი კარმელიტების სკოლაში სწავლობდა. თანდათანობით დიდი ინტერესი გაუჩნდა არაბისტიკის მიმართ და პროფესორის ადგილიც კი მოიპოვა ბეირუთში, წმინდა იოსების იეზუიტურ უნივერსიტეტში. 21 წლისამ გადაწყვიტა კარმელიტთა ორდენს შეერთებოდა და ევროპაში გაემგზავრა, სადაც 6 წლის განმავლობაში სწავლობდა ბელგიისა და საფრანგეთის მონასტრებში. ბერად აღკვეცისას უწოდეს ახალი სახელი მამა ანასტას მარი დე სენტელი, სპარსი წმინდანის, ღირსმოწამე ანასტასისადმი პატივის მისაგებად, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა ხოსრო ფარვიზის დროს. 1894 წელს იგი მიავლინეს ბაღდადში, სადაც მცირე კათოლიკური ჯგუფი ჩაიბარა მრევლად და იქვე სკოლაში ასწავლიდა ფრანგულ და არაბულ ენებს. 1898 წლის მაისში მამა ანასტასი ახლა ლამაზი შავგრმანი კაცი, დიდი შავი თვალებით, სქელი, კოხტად შეკრეჭილი ულვაშით, რომაული ცხვირით, ვარდისფერი ჯანსაღი ფერით სასიამოვნო ოვალურ სახეზე, სწორი ნაკვთებითა და ტიტანის აღნაგობით, რომელმაც განუცხადა, რომ სურდა ქრისტიანი გამხდარიყო. უცნობი მთიელივით იყო ჩაცმული, მაგრამ ანასტასმა იგრძნო, რომ მისი გარეგნობის მიღმა ძლიერი, სულიერად მდიდარი პიროვნება იმალებოდა. სტუმარი იეზიდი იყო, სახელად ჰაბიბი, 20 წლისა, დაბადებული ბაჰზანში, რომელიც ალყოშის ქალდეური მონასტრიდან სულ რამდენიმე მილით არის დაშორებული. მამა ანასტასისათვის მას უთქვამს, რომ 7 წელიწადს ემსახურებოდა იეზიდთა მთავარ სასულიერო პირს, როგორც მსახურად, ისე ბიბლიოთეკარად. მისი ყოველდღიურობა ისეთი მოსაწყენი და ტრივიალური იყო, რომ ბერებთან წავიდა სამუშაოდ. მათი ცხოვრების წესის შემყურეს გადაუწყვეტია ქრისტიანი გამხდარიყო და ბაღდადში ჩასულა, თორემ იეზიდები მათი რელიგიისაგან განდგომის გამო მოკლავდნენ. ანასტასმა ჰაბიბს უთხრა, რომ თუ ყოველდღიური და კარმელიტების მისიაში დღის 5 საათზე, მას ქრისტიანულ სარწმუნოებას აზიარებდა. ამ პერიოდის გასრულებისას
თავად გადაწყვეტდა მზად იყო მოსანათლავად თუ არა. ადრინდელი რელიგიისაგან გულწრფელი განდგომა რომ დაედასტურებინა, ანასტასმა მოითხოვა, რომ ჰაბიბს მისი ყველა საიდუმლოებისა და რიტუალის არსი გაემხილა. ჰაბიბს ეშინოდა, რომ ამის გამო იეზიდები სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ამიტომ კარმელიტები შეჰპირდნენ, სანამ ცოცხალი იყო, არავის გაუმხელდნენ, ვინ იყო ამ ცნობების გამცემი. 7 თვის შემდეგ ჰაბიბი აბდელ მესიჰის სახელით მოინათლა. ახალ რწმენაში განმტკიცდა და ბაღდადში 60 ქულო წარმომადგენლობაში უმნიშვნელო სამუშაოც მიიღო. 1899 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ჟურნალი ალ-მაშრიყი, ბეირუთის წმინდა იოსების იეზუიტური უნივერსიტეტის გამოცემა, სტატიების სერიას აქვეყნებდა იეზიდთა შესახებ. ავტორი ცხადია მამა ანასტასი იყო. თავისი იეზიდი მაცნისაგან მიღებული მასალის გარდა, მისი წყარო დაპირებისამებრ საგულდაგულოდ იყო გასაიდუმლოებული. იგი ყველასათვის ხელმისაწვდომ ცნობებსა და ვინმე კირაკოს მაჰნუყის გამოუქვეყნებელ ნაშრომებსაც იყენებდა. მაჰნუყი ქალდეველი მღვდელი ყოფილა ბაღდადში. სტატიებში ნაკლებად იყო ნახსენები იეზიდთა წმინდა წიგნები. ავტორი მხოლოდ მესჰაფ რეშის სახელს იმოწმებდა და აღნიშნავდა, რომ მისი ტექსტი ერთ მკითხველს ჩაუვარდა ხელში. მიუხედავად იმისა, რომ გენერალმა ომარ ვეჰბი ფაშამ ვერ შეძლო წიგნის პოვნა. ჰაბიბი, იგივე აბდელ მესიჰი, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 1899 წლის ოქტომბერში. რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე რომში ისაკ ბართელელის ხელნაწერი გამოქვეყნდებოდა და მამა ანასტასის ნაწერთა სანდოობასა და სიზუსტეს დაადასტურებდა. გარდაცვალებამდე აბდელ მესიჰმა კარმელიტებს ჯელვასა და მესჰაფ რეშის არაბული ტექსტები გადასცა. იმავდროულად ინტერესის აღმძრავი ამბავი უამბო ამ წიგნების წარმოშობის შესახებ. მომაკვდავმა ჰაბიბმა მამა ანასტასს უთხრა, რომ იეზიდთა წმინდა წიგნები თავდაპირველად ქურთულ ენაზე იყო დაწერილი და ღმერთმა იეზიდებს იგი ჯერ კიდევ ადამის სიცოცხლეში გადასცა. დიდი ხნის წინ ისინი არაბულ ენაზე ითარგმნა, რადგან დედნები ადამიანის თვალთაგან ან ხელით შეხებისაგან ყოფილიყო დაცული. იეზიდმა მეგობარმა, რომელსაც არაბული ენა მოსულის ქრისტიანულ სკოლაში უსწავლია, იეზიდს სასულიერო პირებთან დაცული ორიგინალიდან არაბული ასლი გადაუწერა ჰაბიბს. აბდელ მესიჰმა ანასტასს ადრეც უამბო ზოგი რამ ამ წმინდა წიგნების შესახებ. მას როგორც ბიბლიოთეკარს დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად 6 თვეში ერთხელ ხელნაწერები, ანუ დედნები, ჰაერზე უნდა გაეტანა და გაემზეურებინა. დანარჩენ დროს მათ ინახავდნენ კაკლის ხისაგან დამზადებულ ყუთში. სიგრძე 13 ინჩი, 33 სანტიმეტრი, სიგანე 9 ინჩი, 22.8 სანტიმეტრი, სიღრმე 3 ინჩი, 7.6 სანტიმეტრი, რომელიც ჯებელ სინჯარის მთაზე, რომელიღაც მღვიმეში ყოფილა დამარხული. აბდელ მესიჰმა დასძინა, რომ ყუთი დაფარული იყო თეთრი ხავერდით, რომელიც დროთა ჟამისაგან უკვე გამუქებულიყო და გაჭუჭყიანებულიყო. შეკრული იყო ვერცხლის ბრტყელი ნაჭრებით, რომლებსაც ფარშავანგის, მზის, მთვარისა და სხვა იეზიდური სიმბოლოების ფორმა ჰქონდა. მისივე თქმით, ჯელვა დაწერილი იყო ირმის ტყავისაგან დამზადებულ თხელ ფურცლებზე, ხოლო მესჰაფ რეში ირმის ტყავის გრაგნილზე. საგანძურზე მონადირეთა ყურამდე რომ არ მისულიყო ეს ამბავი, მამა ანასტასმა გადაწყვიტა საგანძურზე არავისთვის ეთქვა, რაც მომაკვდავი ჰაბიბისაგან შეიტყო. იგი ფარულად სულ სხვა გეგმას სამზადებდა. ამასობაში იეზიდების შესახებ კიდევ ერთმა გადაწერილმა ხელნაწერმა იცვალა მფლობელი. ეს კეთილშობილი დაუდ ეს-საიღის საჩუქარი იყო ახალგაზრდა ნაცნობისათვის, რომელიც მოსულიდან ამერიკაში მიემგზავრებოდა. ისაია მუქსი იუსეფი, რომელმაც ამერიკაში სახელი გაიმარტივა და ისაია იუსეფი, აიზეია ჯოზეფი დაირქვა. 1872 წლის 25 ნოემბერს დაიბადა კაბეიში, დიარბაქერიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 15 მილით დაშორებულ სოფელში. ამბობენ, თითქოს იგი წარმოშობით ძალზე სწავლული ოჯახიდან ყოფილა. მისი რამდენიმე წინაპარი ასირიული ეკლესიის ეპისკოპოსი იყო. ელფიას ენდრიუსის ერთ-ერთი თანაშემწის მეშვეობით, იუსეფმა თავისსავე სოფელში მიიღო დაწყებითი განათლება. შემდეგ კი მარდინში, ამერიკული საბჭოს სკოლაში სწავლობდა. მოგვიანებით იგი სიყვარულით იხსენებდა ღირსსახსოვარ მოძღვარს, ღირს მამა ენდრიუსს
და ჩემს მარად მოსაგონარ მოძღვარს, მამა კეილებ გეიტსს. მარდინის იმ სკოლის დამფუძნებელს, რომელმაც 3 წლის შემდეგ სკოლის კურსდამთავრებულთათვის სასულიერო კლასიც დააარსა. 1890 წელს ისაია იყო იმ პირველ 4 თეოლოგს შორის, რომლებმაც მისიის სემინარია დაამთავრეს. მათი რელიგიური მრწამსის საჯაროდ გამოკვლევის შემდეგ 1891 წელს 4-ვე მღვდლად აკურთხეს. ახალგაზრდა თეოლოგებს კი იმ მოარული ხმების უარყოფა მოუხდათ, თითქოს 1 თუ 2 მათგანი პლიმუთელი პროტესტანტი მისიონერების გავლენას განიცდიდა. ესენი მაშინ მარდინში ბევრნი იყვნენ. ისაიას ცოლი სარა ჰანუშების ოჯახს ეკუთვნოდა. პროტესტანტული საეკლესიო სფეროს თვალსაჩინო კლანს, რომლის მოღვაწეობა მთელ ზედა ტიგროსის ხეობას წვდებოდა, დიარბაქირიდან მოსულამდე. ისაია ხელდასხმისთანავე მოსულში გადავიდა, სადაც ადგილობრივი ეკლესიის მოძღვრად გაამწესეს და 1892 წელს იეზიდთა დევნადაწიოკების თვითმხილველიც გახდა. სწორედ მოსულში ყოფნისას გაიცნო დაუდ ეს-საიღი და ელ-ომარის ოჯახის წევრები. 1895 წელს შეეძინა ქალიშვილი ელისა, მოგვიანებით ლუიზა დაარქვეს. შემდეგ 1896 წელს ვაჟი ფუადი, რომელსაც შემდეგ ალფრედი დაარქვეს. 1895 წელს ქურთებმა ისაიას სიმამრი მოკლეს, მრავალ ქრისტიან მღვდელთაგან ერთ-ერთი, ვინც აღმოსავლეთ ანატოლიაში მომხდარი ხოცვა ჟლეტისას დაიღუპა. ამ მოვლენებს შედეგად მოჰყვა მრავალი იაკობიტისა და პროტესტანტის, მათ შორის ჰანუშების ოჯახის წევრთა ემიგრაცია შეერთებულ შტატებში. 1898 წლის მაისში ისაია, აიზეია და სარა ჯოზეფი 2 შვილთან ერთად მოსულიდან გაემგზავრნენ. ნიუ-იორკში ოჯახი 1898 წლის 7 აგვისტოს ჩავიდა. ნიუ-ჯერსიში სტერლინგში დასახლდნენ, სადაც სარას ძმა ცხოვრობდა. ისაია აიზეიას ემიგრანტული ცხოვრების ადრეული პერიოდი უცნობია. 1902 წელს იგი ნიუ-იორკის იუნიონისტურ სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, მომდევნო წელს კი კოლუმბიის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. სემინარია 1905 წელს დაამთავრა ღვთისმეტყველების ბაკალავრის ხარისხით. 1906 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამავე უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და 1907 წელს ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 1907 წლის მარტში კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტს განსახილველად წარუდგინა ესეი, სახელწოდებით იეზიდები ეშმაკის თაყვანისმცემლები, მათი წმინდა წიგნი და ტრადიციები. ნიუ-იორკში იეზიდების შესახებ ხელმისაწვდომი მასალა თითქმის არ არსებობდა. პერის წიგნი გამოცემული იყო. მასშივე იყო შეტანილი ბრაუნის მიერ თარგმნილი ბიენ 324 ხელნაწერი, მამა ანასტასის ბეირუთში დაწერილი სტატიები და ჯამილის მიერ გამოსაცემად მომზადებული ისჰაკ ბართელელის ხელნაწერი 1899 და 1900 წლებში გამოქვეყნდა. ისაია კი სიუფის და ბროსკის სტატიებს, ეინსვორთის, ბეჯერისა და ლეიარდის ნამუშევრებსაც იცნობდა. ახალგაზრდა სტუდენტისათვის, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს ცოლსა და 2 შვილთან ერთად და ახალნასწავლიანით წერს, ამ ფრაგმენტებად დანაწევრებული მასალის ურთიერთკავშირში მთლიანობაში გააზრება ძალზე ამბიციური ამოცანა იყო. მეტიც, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ერახში ცხოვრებისას მას იეზიდებთან დაკავშირებით პირადი გამოცდილება და ცოდნა შეეძინა, რაც მის ანალიზსა და დასკვნებს საფუძველს გაუმაგრებდა. გამოცდილების ასეთი სიმწირის მიუხედავად, მან ერთი ბედნიერი გარემოების წყალობით მიაღწია მიზანს და აიზეია ჯოზეფის სახელით გააცნო თავი მანჩესტერელ, ოდესელ და ტაშკენტელ აღმოსავლეთ მცოდნეებს. მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე არსებობდა იეზიდთა წმინდა წიგნების სულ მცირე 6 ხელნაწერი, რომელთაგან 2 პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახებოდა. ბრაუნმა განაცხადა, რომ აპირებდა ჯელვასა და მესაფრეშის პერისეული ტექსტების გამოქვეყნებას, მაგრამ ეს არ გააკეთა. თუმცა სირიული ამონარიდი ბიენ ხელნაწერებიდან პარიზში 1896 წელს გამოქვეყნდა ფრანგი აღმოსავლეთ მცოდნის შაბოს დამსახურებით. გერმანიაში შეიხ ადის ზაგალობლისა და 1872 წლის პეტიციის ტექსტები 1853 და 1897 წლებში ითარგმნა და გამოქვეყნდა.
აიზეია ჯოზეფმა მუშაობა ჰარვარდის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც სტიპენდია მიიღო სემიტოლოგიური კვლევებისათვის. 1908 წელს კი ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიანიჭა. დისერტაციის შესავალში ისაია წერდა, რომ მას ეკუთვნოდა 3 არაბული ხელნაწერი იეზიდების შესახებ, რომელთაგან 2 წმინდა წიგნების ტექსტებს შეიცავდა. დისერტაციაში ხელით შეტანილი ტექსტები პირველად დაიბეჭდა 1909 წლის იანვარში სემიტური ენებისა და ლიტერატურის ამერიკულ ჟურნალში ისაიას შესრულებული თარგმანით. იეზიდური რელიგიის მისეული ანალიზი AJSL-ში არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წიგნად გამოიცა 1919 წელს. პირველი ტექსტი დაუდ ეს-საიღის ხელნაწერი იყო, თილისმა, რომელიც ისაიამ მოსულიდან ჩამოიტანა. სარჩევი ასე გამოიყურებოდა. ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა ტექსტი არაბულ ენაზე იყო. მოკლე შესავალი, რომელიც საკმაოდ ჰგავდა ბაჯის ხელნაწერის პირველ აბზაცს, რასაც მოჰყვებოდა 2 წმინდა წიგნის ტექსტები და დანართით სრულდებოდა. ისაიას დანარჩი 5 მუხლი იყო. მასალების კრებული იეზიდური რწმენისა და ადათ-წესების შესახებ. შეიხადის საგალობელი, მთავარი იეზიდური ლოცვა, ქურთულ ენაზე, არაბული დამწერლობით. მოკლე აღწერა იეზიდთა რელიგიური იერარქიისა და ბოლოს 1872 წლის პეტიციის ტექსტი. პირველი და ბოლო 2 პუნქტი შეესაბამებოდა ბაჯის ხელნაწერის ისტორიასა და ამონარიდს. შეიხ ადის ჰიმნი კი ჰგავს ბეჯერის ვერსიას, მაგრამ ზოგ ადგილას სიტყვად ხმარება განსხვავებულია. ქურთული ლოცვის წარმოშობა საეჭვოა. პრაქტიკულად იდენტური ტექსტი ლათინური დამწერლობით 1891 წელს თბილისში გამოაქვეყნა სომეხმა ექსპერტმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ეს ტექსტი ადგილობრივი იეზიდი შეიხისაგან თავად მოისმინა. 1900 წელს კი ხელახლა დაიბეჭდა ერთ გერმანულ მონოგრაფიაში. ისაიას ბიბლიოგრაფიაში ისიც ნახსენებია. ისაიას 2 სხვა ხელნაწერი წყარო მას ელფიას ენდრიუსმა გაუგზავნა. იგი აღნიშნავდა, რომ შამას ერმია შამირის მიერ გადაწერილი პირველი ხელნაწერი, როგორც ჩანს, პერისათვის გადაცემული ეგზემპლარი იყო. მეორე ხელნაწერი, ისჰაქის ნაშრომის არაბული ვერსია, სავარაუდოდ იგივე იყო, რაც იერემიამ აჩვენა კარცოვს. რასამის ცეხნიისაგან განსხვავებით, რომელმაც თეოლოგობით დაიწყო და შემდეგ წოდებაც მოიპოვა და სიმდიდრეც შეიძინა, აიზეია ჯოზეფის სადოქტორო ხარისხის მოპოვების შემდეგ კვლავ გაურკვევლობაში აღმოჩნდა. იგი მატამორასში, პენსილვანიის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდა და მძიმე დარტყმა მიიღო, როდესაც მისი ვაჟი, ნიჭიერი მოსწავლე, რომელმაც მალე ჰარვარდში უნდა ჩარიცხულიყო, 1916 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. შემდეგ წელს ოჯახი ნიუ-იორკის გარეუბანში, პორტ-ჩესტერში გადავიდა, სადაც მისი ქალიშვილი სკოლაში ასწავლიდა. საგაზეთო სტატიაში ლიტერატურის ექსპერტად და თვალსაჩინო მერეკლამედ აღწერილი ისაია თავისი დროის დიდ ნაწილს გზაში ატარებდა, როგორც კომერციული აგენტი, რომელიც სამედიცინო ბროშურებს არიგებდა ერთი ნიუ-იორკელი ექიმის სახელით. 1923 წლის თებერვალში ვირჯინიის შტატის ქალაქ ფრედერიკსბურგში ერთ-ერთ სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნისას ისაია უსულოდ დაეცა. რკინიგზის სადგურის ბეტონის ბაქანზე მოსაცდელი დარბაზის წინ სეირნობისას. ახლა მეუღლისა და შვილების გვერდით განისვენებს ბრუქსაიდის სასაფლაოზე, ინგლვუდში, ნიუ-ჯერსიში. მისი ხელნაწერებისა და სხვა ნაშრომების შემდგომი ხვედრი უცნობია. ნიუ-იორკიდან 7000 მილის დაშორებით სხვა ხელნაწერის მფლობელი მამა ანასტასი დედნის პოვნის გაბედულ გეგმაზე მუშაობდა. რა კი რომში მიემგზავრებოდა, ანასტასმა მოგზაურობა ბაღდადიდან დაიწყო და გზად მოსული, სინჯარი, დეირ ეს-ზორი და ალეპო გაიარა. ლეონ კრაიევსკი, საფრანგეთის ვიცე-კონსული, მოსულში 1903-დან 1906 წლამდე იეზიდებით იყო დაინტერესებული და ერთხელ ლალიშშიც ჩავიდა. ჯებელ სინჯარის ბიბლიოთეკის შესახებ მასაც სმენოდა ამბები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თბილი და მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ერთ-ერთ ადგილობრივ მთავართან, მეტის გაგება მაინც ვერ მოახერხა. თუმცა საკონსულოს დრაგომანმა აზიზ კას იუსუფმა შეძლო იეზიდთა წმინდა წიგნების არაბული ტექსტით გადაწერა. ძველი ქაღალდებიდან, რომლებიც ერთ დროს იეზიდების მთავარს ეკუთვნოდა ზედა დასენის ქვეყანაში, მოგვიანებით კი ოსმალო ჯარისკაცებმა ჩამოართვეს. მამა ანასტასი მოსულში 1904 წლის მაისში აღმოჩნდა.
დრაგომანმა მას ეს ტექსტი აჩვენა და ასლის გადაწერის უფლება მისცა. იმავე წლის ივნისში ანასტასი სინჯარში ჩავიდა და შეიხს ეწვია, რომელსაც იგი ასე აღწერს: მაღალი, ეშმაკი დიდი შავი თვალებითა და გრძელი თმით. შეიხს გრძელი თეთრი ხალათის წმია და მკერდზე სამოსის ღრმა ჭრილიდან ბალნიანი მკერდი უჩანდა. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მამა ანასტასი და შეიხი შეთანხმდნენ, რომ ბიბლიოთეკარი ჰამუ, რომელსაც არაბულიდან წერა და კითხვა შეეძლო, მოვიდოდა და ანასტასს გარიგების საქმიანი დეტალების შესახებ დაელაპარაკებოდა. ახლა როცა ჰაბიბი აბდ ელ-მესიჰი გარდაცვლილი იყო, კარმელიტი მამა მისი საიდუმლოს შენახვის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა. მან ჰამუს გაუმჟღავნა ყველაფერი, რაც წმინდა წიგნების შესახებ მისგან შეიტყო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ანასტასი გადაიხდიდა 20 ფრანკს ჯელვას თითოეულ გვერდში და 300 ფრანკს მესჰაფრეშის ფოლიანტში. ამას გარდა 40 ფრანკს სამადლობელ თანხას, რაც ერთიანად 500 ფრანკს 20 გირვანკა სტერლინგს უტოლდებოდა. ანასტასმა მას, საფიქრებელია, ჰამუს ასლის გადასაღებად ბევრი პერგამენტის გამჭვირვალე ქაღალდი დაუტოვა, კაცრი მითითებით. გვერდები ზედმიწევნითი სიზუსტით გადაეტანა, არაფერი გამოეტოვებინა, არაფერი დაემატებინა და არაფერი გადაეკეთებინა. კარმელიტებმა კი რომისაკენ აიღეს გეზი. სამუშაოების დასრულებამდე 2 ხანგრძლივი წელი გავიდა. ჰამუ თავს იმართლებდა, რომ წიგნებზე წვდომა მხოლოდ გარკვეულ დროს ეძლეოდა. ფურცლებით თითო-თითოდ ეგზავნებოდა ანასტასს და ისიც შესაბამისად იხდიდა გასამრჯელოს. ბიბლიოთეკარი 1908 წელს გარდაიცვალა. ანასტასის მიერ ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ საგანძურად და მსოფლიოს ყველაზე იდუმალ ტექსტად გამოცხადებული შედეგი ამ სამუშაოსი შედგებოდა ჯელვას. ტექსტი იდუმალებით მოცული სიმბოლოებით იყო მორთული, 8 და მესაფრეშის 14 გვერდისაგან. ორივე წიგნის ტექსტი დაწერილი იყო მანამდე უცნობი დამწერლობით, რომელიც მოგვიანებით ანასტასმა გაშიფრა. აღმოჩნდა, რომ ტექსტი დაშიფრული იყო შედგენილი სპარსული არაბული ანბანით. ენა, რომელზეც წიგნები დაიწერა, ქურთული ენის ერთ-ერთი ფორმა გამოდგა. ანასტასმა არც ქურთული იცოდა, არც სპარსული და თურქული. ამიტომ ვენის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების პროფესორს, დოქტორ მაქსიმილიან ბიტნერს მიმართა დახმარებისათვის. მამა ანასტასმა თავისი აღმოჩენის შესახებ ავსტრიულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა 1911 წლის დასაწყისში. იმავე წლის მარტში პროფესორმა ბიტნერმა მოხსენება წაიკითხა ვენის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიისა და ისტორიის დეპარტამენტში. შემდეგ კი მოხსენების ტექსტი 87 ბეჭდურ გვერდამდე შეავსო. ბიტნერმა დაადასტურა, რომ მამა ანასტასისათვის გადაცემული კოდირებული ვერსია ქურთული ენიდან თარგმნილი, არაბული დამწერლობის სპარსული ვერსიით იყო დაწერილი, ხოლო ტექსტები კარგი სალიტერატურო ქურთული ენით შედგენილი. მისი აზრით, მესაფრეშის ტექსტი ნათარგმნი იყო არაბული ორიგინალიდან, რაც შეეხება ჯელვას ტექსტის ორიგინალობას, ამაში არ იყო დარწმუნებული. ქურთული ენის სპეციალისტთა შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ანასტასის ტექსტები დაწერილი იყო სულეიმანიურ დიალექტზე, რომელიც ახლა სტანდარტული ქურთული სალიტერატურო და სამეთყველო ენაა ერაყში და ორივე მათგანი არაბული დედნიდან იყო თარგმნილი. ამასობაში მოსულის დომინიკელთა სირიულ-ქალდეური სემინარია უძველესი სირიული ტექსტების რედაქტორთა და გამომცემელთა რეპუტაციას იძენდა. ისეთი ტექსტებისა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ხელნაწერის სახით არსებობდა. 1905 წელს სემინარიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ალფონს მინგანამ ძველ ხელნაწერებს მიაგნო. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. ხელნაწერები, როგორც ჩანს, 150 წლის წინათ ხანძარს გადაურჩა ზახოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნესტორიანულ სოფელში. ერთ-ერთი დაწერილი იყო არქაული დამწერლობით, რომელიც მე-10 საუკუნეში გამოიყენებოდა. ეს ნაწერი მე-16 საუკუნის მემატიანე მეშიჰა ზღას მინაწერით საეკლესიო ისტორიად ყოფილა მიჩნეული და ამის გამო მარგინალიზებული. იგი ერბილში ნესტორიანული ეკლესიის ადრეული პერიოდის მანამდე უცნობ ამბებს შეიცავდა. ტექსტი, რომლის რედაქტირება და ფრანგულ ენაზე თარგმნა მინგანა მითავა, სემინარიამ 1907 წელს გამოაქვეყნა. მან მალევე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება,
მათ შორის იერემია შამირის ძველი მფარველის, ზახაუსი, რომელმაც იგი მოგვიანებით გერმანულად თარგმნა და ერბილის მატიანე დაარქვა. ამ ტექსტის რედაქტორი, რომელიც ხელდასხმამდე ჰორმუზდ მინგანის სახელით იყო ცნობილი, დაახლოებით 1891 წელს დაიბადა. მისი მამა ქალდეველი მღვდელი იყო შერანიში, ექრორის მახლობელ სოფელში. ვაჟი სემინარიაში 1891 წელს შევიდა. 11 წლის შემდეგ სირიულ და არაბულ ფილოლოგიაში ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია, მაგრამ პასტორად მუშაობის ნებართვა მეტყველების ნაკლის გამო არ მისცეს. სამაგიეროდ, სირიული ენის პროფესორის ადგილი კი მოიპოვა. მან დაწერა სირიული ენის გრამატიკა და რედაქტირება გაუწია ადრეული ხანის ერთი წმინდა მამის ნაწერებს. თავდაჯერებული და თავის გამოჩენის სურვილით ანთებული მინგანა არ მოერიდა, რომ სემინარიის ზემდგომ პირთ უხერხულ მდგომარეობას შეუქმნიდა და უყოყმანოდ ჩაერთო ლიტერატურულ დისკუსიაში იმ დროს ძალზე ცნობილ პროფესორ შაბოსთან. 1907 წელს ერბილის მატიანის თარგმნიდან და საბოლოო რედაქტირებიდან რამდენიმე კვირაში მოსულში გერმანიის ვიცე-კონსულის დრაგომანმა შეიტყო, რომ მინგანა ექრორის რომელიღაც მკვიდრს ხელნაწერს თავაზობდა გასაყიდად. გარკვეული უსიამოვნებების შემდეგ იგი 3500 ფრანკად და 8902.05 პიასტრად ბერლინის სამეფო ბიბლიოთეკამ შეიძინა, რომლის კატალოგში შეტანილია როგორც MS.2.Fol.3126-ად. მინგანას კი საეკლესიო ხელისუფლებასთან ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭდა. 1910 წელს იგი გათავისუფლდა მოვალეობებისაგან სირიულ ქალდეურ სემინარიაში. 1913 წლის 7 იანვარს მინგანა კათოლიკურ ეკლესიას განუდგა და მოსულიდან გაემგზავრა. სპარსეთსა და ანატოლიაში ორთვიანი ხეტიალის შემდეგ ამ შუალეთში ელფიას ენდრიუსთან მარდინში ჩასვლაც მოასწრო. მინგანამ ინგლისიდან მიიღო მოწვევა. მისი კეთილისმყოფელი რენდელ ჰარისი იყო, კვაკერი აღმოსავლეთ მცოდნე, საზოგადოებრივი და რელიგიური კვლევების დასახლების ხელმძღვანელი. ეს დასახლება მცირე ხნით ადრე დაეარსებინა შოკოლადის მწარმოებელ მდიდარ ფაბრიკანტს ვუდბრუკში, ბირმინგემის გარეთ მდებარე თავის აგარაკზე. აქ მინგანამ ისწავლა ინგლისური, ასწავლიდა არაბულ და ებრაულ ენებს და სამეცნიერო ჟურნალებისათვის სტატიებს წერდა ბიბლიური ტექსტების შესახებ. 1915 წელს კი მანჩესტერში ჯონ რაილენდსის ბიბლიოთეკის თანამშრომელი გახდა და არაბული ხელნაწერების კოლექციის კატალოგის შედგენა დაიწყო. ბრიტანეთის აკადემიურ სივრცეში საიმედოდ დამკვიდრებულმა მინგანამ იპოვა დრო და თავს დაესხა ორ ძველ ნაცნობს, რომლებიც ერახში გაიცნო. 1916 წლის ივლისში გამოქვეყნებულ მის სტატიაში, სათაურით ეშმაკის თაყვანისმცემლები, მათი მრწამსი და წმინდა წიგნები, მინგანამ რამდენიმე თეორია განიხილა იეზიდური რელიგიის წარმოშობის შესახებ და სასტიკად გააკრიტიკა მამა ანასტასი და იერემია შამირი. მინგანა თავს იეზიდობის ექსპერტად მიიჩნევდა, რადგან განსაკუთრებული შესაძლებლობა მომეცა მათ ყოფა ცხოვრებაზე დაკვირვებისა და შესწავლისა. თავის გამოცდილებაზე ამაზე მეტი არაფერი დაუწერია. ისი აცხადებდა, შოკირებული ვარ მამა ანასტასის უცნაური აღმოჩენით. ამ განწყობას აშკარად იზიარებდა ელფიას ენდრიუსიც. მან 1913 წელს მინგანას უთხრა, რომ წინა წლის აპრილსა და მაისში მან მირ ალიბეგისაგან ინფორმაცია მოიძია ბაადრიში და აგრეთვე მოინახულა ცნობილი სინჯარელი შეიხი ხოდარ ალიასი. ანასტასის შეხედულებების გამო ორივემ დიდი გაოცება გამოხატაო, ამბობს ენდრიუსი. მის კითხვებზეც უარყოფითი პასუხები გაუციათ. მინგანამ დასძინა. მარდინში ენდრიუსის მოსანახულებლად რომ მივემგზავრებოდი, სინჯარში გავიარე. კითხე ბევრ მეგობარს, სინჯარელ იეზიდებს ამ აღმოჩენის შესახებ, მაგრამ მათ ჩემს კითხვებზე ვერაფერი მიპასუხეს. გაგებითაც კი მგონი ვერაფერი გაიგეს. ანასტასის აღმოჩენის მნიშვნელობას რომ აუფასურებდა, მინგანამ აღნიშნა. ჩვენ იეზიდებს შორის ევროპულ იდეებს ვხვდებით და კითხულობდა, განადასაჯერებელია, რომ ამ უწიგნურ თემს ბიბლიოთეკარი ეყოლებოდა. ჯებელ-სინჯარში რელიგიური ცენტრის მოწყობის იდეას მასხრად იგდებდა და წერდა, რომ ადგილობრივი იეზიდები გაუთლელი სოფლელები იყვნენ
ძირითადად ძარცვითა და ყაჩაღობით გაჰქონდათ თავი და რომ მე-14 საუკუნემდე იქაური მთები ნესტორიანელებს ეკავათ, რომელთა უპირატესობას მხოლოდ ერთხელ შეუდგა წყალი გაბრიელ სინჯარელის ეფემერულ, მაგრამ ძალზე სახიფათო ეპოქაში. მამა ანასტასისა და აიზეია ჯოზეფის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტების შედარებისას მანგანა წერდა. ანასტასის ტექსტი უფრო ზომიერია დეტალების მხრივ და ლაკონური ისეთ ადგილებში, რომლებმაც შეიძლება შეაძრწუნოს განათლებული ადამიანების ყური. ამას გარდა, მამა ანასტას თავის გამოცემაში გამოუტოვებია საკმაოდ უცნაური და ანეკდოტური ხასიათის არაერთი ეპიზოდი. ადრინდელი ტექსტების ჩამოთვლის შემდეგ ბრაუნის ნათარგმნი პერის ხელნაწერი, ჯამილის გამოცემული ისჰაქის კატეხიზმო, მინგანას ძველი მოწინააღმდეგის, შაბოს გამოქვეყნებული თხრობითი ერთიანი ვერსია, აიზეია ჯოზეფის ტექსტები, მინგანას გამანადგურებელი დასკვნა გამოჰქონდა. ფიქრობ, კეთილი განზრახვის მქონე ამ კვლევართ ცდარი წარმოდგენები შეუქმნეს. ყველა ამ ტექსტის ავტორი იერემია შამირია, აინქავას, იგივე ანქავა, ადიაბენეს მკვიდრი, ალყოშის მონასტრიდან გაქცეული ბერი, რომელიც 10 წლის წინ გარდაიცვალა ძალზე მორჭმულ ასაკში. ამ მოსაზრების დასადასტურებლად მინგანა იშველიებდა იერემიას ამ დახასიათებას, პერის რომ ეკუთვნის და ამ თავის დასაწყისშია ციტირებული. მიუთითებდა იეზიდური ტექსტების გრამატიკულ შეცდომებზე, რომლებიც მისი აზრით ცხადყოფდა, რომ მათი ავტორი თუმც არაბულად წერდა, სირიულად ფიქრობდა. იეზიდური ტექსტების კრიტიკას მინგანა შემდეგი შენიშვნით ამთავრებდა. განა იმაში გვსურს ჩვენი მკითხველის დარწმუნება, თითქოს ამ წიგნებში ყველაფერი მცდარია. ისინი იეზიდთა ჩვევებისა და წესჩვეულებების ისეთ ჩანაწერებსაც შეიცავს, რომლებიც უდაოდ მართალია, მაგრამ ჩვენ დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ სწორედ იერემიამ გაასაღა ესენი წმინდა წიგნებად და მათში შიფრი ჩადო. ამას იეზიდები პრაქტიკულად ინსტინქტურად აკეთებდნენ თავიანთი დაუწერელი, ზეპირსიტყვიერი კანონმდებლობის მიხედვით, რომელსაც მამა შვილს გადასცემდა. ამასთან იგი სასულიერო ხელისუფლების მიერაც იყო სანქცირებული, რასაც სიძველის 4000 წლოვანი გვირგვინით სახლდა. 1922 წელს ერთი იტალიელი აღმოსავლეთ მცოდნე ტექსტის იმ ადგილებს აანალიზებდა, სადაც მინგანამ თითქოს სირიული ფორმები ამოიცნო. მან დაადგინა, რომ ბევრი შემთხვევა უფრო კომენტარებს ეხებოდა, ვიდრე თვით წმინდა წიგნებს. ასეთივე შემთხვევები, რომლებიც წმინდა წიგნების ტექსტებში ხვდებოდა, ავტორმა გვიანდელი ხანის გადამწერთა შეცდომებს მიაწერა. ამ დროისათვის მინგანას უკვე პოპულარობისა და წარმატებისათვის მიაღწია. ედვარდ კედბერიმ, რომლის მამაც ვუდბრუკს სახსრებს სწირავდა, მინგანას შუა აღმოსავლეთში ხელნაწერების შეძენა დაავალა. კოლექციის დასაბინავებლად კი ბიბლიოთეკის შენობა მახლობელ სელი ოუგთან ააშენა. მინგანა კურატორად დაინიშნა და ხელნაწერების კატალოგის შედგენით იყო დაკავებული გარდაცვალებამდე, 1927 წლამდე. იტალიელი მეცნიერის კომენტარი იეზიდების შესახებ დაწერილ მის სტატიაზე სრულიად უყურადღებოდ დატოვეს, ხოლო დღეგრძელ დეკანოს სიკვდილის შემდეგ მრავალი წელი არ ჩამოშორებია იეზიდთა წმინდა წიგნების გამყალბებლის შებრალული სახელი. მინგანას ბრიყული განცხადება თითქოს კათოლიკური ეკლესიისაგან განდგომილმა პირმა გააყალბა მნიშვნელოვანი რელიგიური ტექსტები, მის ავტორს 1965 წელს თავად მიუბრუნდა. მინგანას გარდაცვალებიდან დაახლოებით 30, ხოლო იერემია შამირის გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგ. გერმანელი ექსპერტის მიერ ერბილის ქრონიკის ხელნაწერის შემოწმებით დადგინდა, მართალია ანბანი უძველესი ჩანდა, მაგრამ ხელწერა იყო თანამედროვე. სასამართლო ექსპერტიზამ დამწვრობის საეჭო კვალი აღმოაჩინა ხელნაწერის კიდეებზე. გამოძიებამ ცხადყო, რომ მისი გადამწერი ერთი მწიგნობარი ქალდეველი მღვდელი იყო ალყოშიდან და რომ ის ეხმარებოდა მინგანას ხელნაწერის გვერდების შეტრუსვაში, თითო-თითოდ მისი სახლის საცხობ ღუმელში. იმ დოკუმენტის ავტორობა და წარმოშობა, რომლის ასლიც გაკეთდა, კვლავ სადაოა. მხოლოდ ერთია ცხადი, 1941 წელს ალყოშელმა ბერმა აღიარა, რომ მან გაუაზრებლად მიაწერა ერთი გვერდის კიდეში მეშიჰაზ ხას სიტყვები.
საუკუნე და მეოთხედი გავიდა მას შემდეგ, რაც რაბან ჰორმოზდის კონგრეგაცია ალყოშის თანამედროვე შენობებში გადავიდა. მთის უძველეს ნაგებობაში კი მხოლოდ რამდენიმე ბერი დარჩა. ვინც ის იქნებ კრთალად განათებულ მონასტერში, სადაც 9 ნესტორიანელი პატრიარქია დაკრძალული, კედლებზე კი კლაუდიუსისა და მერი რიჩის, ლეიარდის, პერკინსისა და ლობდელის სახელებია ამოჭრილი, მისი ადრინდელი მკვიდრის აჩრდილი დალივლივებს ოდნავ შესამჩნევი ღიმილით დანაოჭებულ სახეზე. მამა ანასტასი მინგანაზე 10 წლით გვიან გარდაიცვალა. იგი ოსმალებმა 1914 წელს დააპატიმრეს, როგორც არაბთა თანამგრძნობი პირი და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სულ ბოლო წუთას, უკვე ეშაფოთზე მდგომს, შეწყალების წერილი მოსვლია. ამას კაპადოკიაში 2 წლიანი გადასახლება მოჰყვა, რომლის დროსაც დაუნდობელი მოპყრობა იწვნია. ბაღდადში 1916 წელს დაბრუნდა და მისიაში განაგრძო მუშაობა. არაბული ლიტერატურის ცოდნამ სათანადო ადგილი მოუპოვა ბაღდადის, დამასკოსა და კაიროს აკადემიურ წრეებში. 1947 წელს გარდაცვალების შემდეგ მისი კოლექცია, რომელიც 15,000 წიგნსა და 2,000 ხელნაწერს ითვლიდა, ეროვნულ საგანძურად გამოცხადდა. ადვილია დაასკვნა, რომ მამა ანასტასი ამ ხელნაწერებით შეპყრობილობისა და თავდადების მსხვერპლი შეიქნა. და რომ 2 წლის განმავლობაში 1904-1906 წლებში ვიღაცამ წმინდა წიგნები არაბულიდან ქურთულად ისე თარგმნა, მამა ანასტასის შრომებს იყენებდა. თუმცა 1934 წელს ჰენრი ფილდის მიერ ბელეთ სინჯარში უცნობი იეზიდური ტექსტების აღმოჩენა, რომლებითაც დიდად დაინტერესებული იყო ანასტასი, იმაზე მეტყველებს, რომ ხელნაწერთა დედნები შესაძლოა სინჯარის მთების რომელიმე გამოქვაბულშია დღემდე დამარხული.